დღეს მინდა ვისაუბრო კრიტიკული პერიოდის იპოთეზაზე. კრიტიკული პერიოდის იპოთეზა არის იპოთეზა, რომელიც თანახმად გარკვეული ასაკამდე, გარკვეული პერიოდამდე უნდა გვქონდეს შეხება ან კონტაქტი ამათ ენასთან იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ნეიტივი იმ ენაზე. ეს ჯერჯერობით იპოთეზა და დადასტურებელი არ არის, მაგრამ ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო პირდაპირად დასაწყისში რა არის ეს იპოთეზა, ძალიან მარტივად აიგრძნოთ და მეორე რიგში რა ფაქტორები განაპირობებს ამ კრიტიკული პერიოდს და მესამე ჩემი პირადი შეხედულება ამ აზრი ამ იპოთეზასთან დაკავშირებით. Კარგი, მაშინ რა არის კრიტიკული პერიოდის იპოთეზა? როგორც გითხარით, კრიტიკული პერიოდის იპოთეზა არის ესეთი იპოთეზა, დადასტურებელი არ არის ჯერჯერობით, მაგრამ იპოთეზა, რომელიც თანახმად გარკვეული პერიოდამდე, გარკვეული ასაკამდე უნდა გვქონდეს შეხება, მაგალითად ქართულთან, იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ, გავხდეთ ნეიტივი. და ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ეს იპოთეზა არ არის დადასტურებელი და არ არის ესეთი კონკრეტული ასაკი, კონკრეტული პერიოდი, როდემდე უნდა გვქონდეს შეხება native speakers რომ ყოფილი ვიყავით, მაგრამ ჩემი აზრით არსებობს რაღაც გარკვეული რაღაცნაირი კრიტიკული პერიოდი, ანუ მე არ ვიცი როდემდე, მაგრამ არსებობს. ინდივიდუალური განსხვავებაც არის ამაში, მაგრამ ჩემი აზრით არსებობს. მაგალითად, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ჯერჯერობით ქართულ ენას ვისაუბრო უკვე 8 წელია. მაგრამ როგორც თქვენ ხედავთ, ვუშვებ ძალიან ბევრი შეცდომას, ერთი გრამატიკულად, ფონეტიკურადაც მე მგონი, რა თქმა უნდა, ქართული ხალხთან ცოტა აქცენტიც მაქვს ხომ? ჯერჯერობით იაპონური ენის გავლენაც შეიძლება მქონდეს ჩემს ქართულში ფონეტიკურად და ასევე გრამატიკულ დონეზე, გრამატიკულ ფენაზე. ამიტომ და მე მგონია რომ თუნდაც გავაგრძელებდი ქართული სწავლას სიკვდილამდე, მე ალა მგონია რომ შემიძლია გავხდი ნეიტივი ქართულ ენაში. ამიტომ ჩემი აზრით არსებობს კრიტიკული პერიოდი, მაგრამ არ ვიცი როდემდე უნდა გვქონდეს ეს შეხება ან კონტაქტი, მაგრამ არსებობს. მაშინ რა განაპირობებს, რა ფაქტორები განაპირობებს ეს კრიტიკულ პერიოდს? ჯერჯერობით ბიოლოგიური ფაქტორიც ერთ-ერთი ესეთი ფაქტორია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ განაპირობებს კრიტიკულ პერიოდს. ბიოლოგიური ფაქტორი რა არის? ჩვენ ხო ბავშვობიდან ერთი წელი რომ ვიყავით, 2 წლის რომ ვიყავით, 3 წელი, 5 წელი, 10 წლის რომ ვიყავით, 20 წელი და ასე შემდეგ, ხო? ვიზრდებით ფიზიკურად და ასევე პარალელურად ჩვენი ტვინიც ვითარდება და იცვლება ნელ-ნელა. და ეს ტვინის განვითარება და შეცვლა ყველაზე თვალსაჩინოდ ხდება დაახლოებით გაჩნია ინდივიდუალური განსხვავება რომ არის, მაგრამ დაახლოებით ჯერჯერობით 6 წლის ასაკში, მერე 12 წლის ასაკში, დაახლოებით რა. და ამ თითო გარკვეული პერიოდის შემდეგ ტვინის ტვინს ცოტა სხვანაირად შეისწავლის ამათ იმ ენას. მაგალითად, თქვენ გასწავლთ, როგორ შეისწავლეთ ქართული ენა, როცა 3 წლის რომ იყავით, 4 წლის რომ იყავით? ალბათ არა გასწავლეთ. მე მაგალითად არ მომასწავლეს როგორ შევისწავლე, როგორ ავითვისე იაპონური ენა, რომელიც ჩემი მშობლიური ენა. ეს ერთი. და ამიტომ ბიოლოგიური ფაქტორი ამუთქისებს, მაგრამ ამბობს, რომ ესეთი ტვინის განვითარებაც შეიძლება ითქვას, რომ განაპირობებს ამ კრიტიკულ პერიოდს ამათ ენის ასათვისებლად. და მეორე ეს უფრო სოციალური ფაქტორია, უფრო განათლების ფაქტორია, განათლების სისტემასთან დაკავშირებით რო არის. მე არ მახსოვს რომელიც რიდან თქვენ იწყებთ ეს უცხო მეორე ენის სწავლას სკოლაში 8 წლიდან თუ 10 წლიდან, მაგრამ ჩემს შემთხვევაში
ინგლისური ენის სწავლა დავიწყე 12 წლიდან, იმიტომ რომ ეს სავალდებულო საგანია იაპონიაში და უკვე 20 წელია დაახლოებით რომ ვისწავლო ინგლისურ ენას და ჯერჯერობით რა თქმა უნდა არ ვარ native speaker ინგლისურში, შემიძლია სამშაბათო ენაზე შემიძლია ვისაუბრო და თარჯმანადაც ვიყავი ასე და შემდეგ, მაგრამ native speaker არ ვარ და ქართულს რა შეეხება 8 წელია რაც ვისწავლობ ვიმუშავებ ქართულ ენის გამოყენებით, მაგრამ არ ვარ native და ვერ ვიქნები ალბათ ვერ ვიქნები native. სკოლაში რომ ვისწავლობდი ინგლისურ ენას, სენსეი მყავდა გაკვეთილზე და აგვიხსნა ინგლისური ენის ცნილება ძალიან ლოგიკურად, მაგალითად this is a pen, ხო? this არის ნაცვალ სახელი ეს, ხო? ქართულად და is არის ძმნა, ყოფნა და is არის იმიტომ რომ this არის მესამე პირი, არა პირი მეორე პირი, არამედ მესამე პირი და ამიტომ is იხმარება და და ამის მერე არსებითი სახელი, ანუ pen, ხო? ძალიან ლოგიკურად აგვიხსნა ყველაფერი. მაგრამ იაპონურს რა შეეხება, რომელიც ჩემი პირი ენა, მშობლიური ენა, ასე რომ ვთქვათ, მე არ მასწავლეს როგორ შევისწავლე ეს ლოგიკურად. ბავშვობაში რა. ხო და ესეთი სწავლის ათვისებისა და სწავლის პროცესი და ხერხი მინდუგომა განსხვავებულია ეს განათლების სისტემის არსებობის მიზნით. იაპონური ენა ჩემი მშობლიური ენა, უბრალოდ გაუცნობიერებლად ავითვისე, მეორე ინგლისური ენა და ქართული ენა მე ჩემით ლოგიკურად შევისწავლე. და ეს არის განათლების ასევე სოციალური ფაქტორია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ განაპირობებს კრიტიკულ პერიოდს. და კიდე სხვადასხვა ფაქტორებია, სხვადასხვა ძალიან ბევრი კრიტიკული პერიოდის ჰიპოთეზა შეიცავს ძალიან ბევრი ფაქტორს და ძალიან რთულია ამის დამტკიცება, მაგრამ ჩემი აზრით არსებობს რაღაც კიდე ვიმეორებ, მაგრამ არსებობს, მაგრამ ხმერეთმა ის რომელი ასაკამდე, რომელი პერიოდამდე უნდა გვიქონდეს შეხება. და ეს ჩემი პირადი მოსაზრება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ვფიქრობ, რომ არსებობს გარკვეული პერიოდი, არ ვიცი, ძალიან ბუნდოვანია, ძალიან ფაქიზია ეს ასაკი და პერიოდი, იმიტომ რომ ყველა განსხვავებები ვართ და ზოგს შეიძლება ჰქონდეს 5 წლამდე, ზოგს შემთხვევაში არ ვიცი 12 წლამდე არ ვიცი, მაგრამ შეიძლება თითო ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პერიოდი, როდემდეც უნდა გვქონდეს შეხება იმისთვის, რომ ვიყოთ გავხდეთ native. მაგრამ ამ ვიდეოში მინდა ავხსნო ერთი იმაზე, რომ ჩემი აზრით ვერ ვიქნებით native ამ ბუნდოვანი კრიტიკული პერიოდის შემდეგ ჩემი აზრით ვერ ვიქნებით native speaker-ი იაპონურად რო ვსწავლობ ვერ ვიქნებით იაპონელის native speaker-ი ჩემი შემთხვევაში ვერ ვიქნებით ქართულენის native speaker-ი მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიცადოთ ბევრი იმისთვის რომ native-ის ნაირად გავხდეთ და ჩემი აზრით ვერ ვიქნები ქართული ენის native speaker-ი, მაგრამ მე გავაგრძელებ ქართული ენის სწავლას იმისთვის, რომ მაინც ახლოს ვიყო ქართული ხალხთან, ან ქართული ენის მოლაპარაკებთან, native speaker-ებთან და ხანდახან ამბობენ, რომ მე ასაკში ვარ, ვერ შევისწავლე ამათ მე ენას და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ინტერესი რო ჩნდება, ეს არის უკვე ტაიმინგი, დრო, რომ დაიწყოთ ახალი ენის სწავლა ჩემი აზრით. ვერ ვიქნებით native speaker-ი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიცადოთ იმისთვის, რომ უფრო ახლოს ვიყოთ native speaker-ის დონესთან. იმისთვის, რომ უკეთესად შეგვიძლია გამოვიხატოთ ჩვენი მოსაზრება, უკეთესად შეგვიძლია გვქონდეს კომუნიკაცია native speaker-ებთან, უკეთესად ჩვენ გავიცნოთ და გავიგოთ სხვა ხალხის ენის მოსაუბრე ხალხის აზროვნება და ჩემი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესაც ჩემი მოსაზრება და თქვენ რას ფიქრობთ კრიტიკულ პერიოდის ჰიპოთეზაზე?
თქვენი აზრით არსებობს ეს პერიოდი გარკვეული თუბუნდოვანი თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს და დაგიროდებით თქვენს პასუხს. ამით დავამთავრებთ დღევანდელ ვიდეოს და ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ხოდა აბაჰე